მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. მინდა მოგახსენოთ ჩემი პოზიცია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნების საკითხთან დაკავშირებით. დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ჩემმა კოლეგებმა გამართეს, არაფერი ახალი არ თქმულა, არაფერი ახალი არ მომისმენია. დღეს გამართულ ბრიფინგზე არაფერი ახალი არ ყოფილა, გარდა თავად განცხადების ფორმისა, იმ ფორმისა, რა ფორმითაც ეს განცხადება გაკეთდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პარტიაში ყოველდღიური, ინტენსიური, შიდაპარტიული მსჯელობა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი კონსოლიდირებული პარტიული პოზიციების ჩამოსაყალიბებლად და მხოლოდ აი ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო საზოგადოების ინფორმირება და განსაკუთრებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლებისა. თუ რა გახდა რეალური მიზეზები და მიზანი ამ საკითხის ასე ნაჩქარევად, ამ ფორმით განსაკუთრებით, ასე მოუმზადებლად გამოტანისა, ამას უახლოესი პერიოდი აუცილებლად მოჰყენს ნათელს. განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ ძალიან ბევრი უნდა გვესაუბრა ევროპარლამენტის მიერ გაკეთებული განცხადებების თაობაზე პოლიტპატიმრებთან მიმართებაში, გულისხმობ მიხეილ სააკაშვილს და ნიკა გვარამიას. აი ამ ზემო აღნიშნულ კონსულტაციებში, რომელიც მე ვახსენე, ჩვენახევრის წინ მე პირადად გამოვედი ინიციატივით პარტიაში ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების თანდასწრებით, რომლებიც დღეს დილიდან საუბრობენ არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე, იმ ფორმით, ვიმეორებ, რა ფორმითაც ისინი საუბრობენ. თანხმობა არჩევნების ჩატარების თაობაზე იყო ყველა ჯგუფის მხრიდან. ერთადერთი მსჯელობის საგანი რჩებოდა პირველ რიგში როდის და როგორ, ანუ რა ფორმით უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. თუ ჩემთვის არის რაიმე კომფორტული, ეს არის არჩევნები და არჩევნებში მონაწილეობის მიღება, იქნება ეს გარე თუ შიდა ტიპის არჩევნები, განსაკუთრებით, როდესაც იგი არის უზრუნველყოფილი 10,000-ობით ამორჩევლის თანამონაწილეობით. არჩევნები, სადაც შენ შესაძლებლობა გეძლევა ესაუბრო საკუთარ ამორჩევლებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი საკითხი დაგროვდა, რასთან დაკავშირებითაც მე მათთან სურს საუბარი. პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იყო საჯარო და ღია არჩევნების ჩატარების მომხრე და აკი უკანასკნელ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ასეთი არჩევნები ჩატარებულა, მაგრამ ყველამ სურს იცოდეს. ვიყავი მზად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ვარ და ვიქნები მით უფრო, როცა ძალიან ბევრი სიმართლის თაობაზე სასაუბრო მაქვს საკუთარი პარტიის ამორჩევლთან. მხოლოდ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების ფორმატში. პატივისცემით, ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ და როცა გნებავთ, მზად ვარ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და განსაკუთრებით ესეციან იმ ჩემმა კოლეგებმა, რომლებიც ამ პროცესში უკანასკნელ თვენახევრის განმავლობაში პირადად იღებდნენ მონაწილეობას და მათ გარდა მინიმუმ 500-600 ადამიანთან მაქვს ამ ყველაფრის თაობაზე ნასაუბარი. დეტალების თაობაზე, თუ როგორ და რა ფორმით უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, პარტია იმსჯელებს, მათ შორის იმ ადამიანების თანამონაწილეობით, რა თქმა უნდა, ვინც დღეს ჩემის ღრმა რწმენით გააკეთეს ძალიან ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც როგორც ჩანს შორს მიმავალი მიზნები აქვს, რასაც ჩვენ უახლოეს მომავალში აუცილებლად ვიხილავთ, მაგრამ პირველ რიგში მე მსურს, რაც შეიძლება სწრაფად, ოღონდ ეს უნდა იყოს ორგანიზებული, მრავალი ათასი ნაციონალური მოძრაობის და 10,000-ობით ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლებით ვიმეორებ უზრუნველყოფილი პროცესი, სადაც თუ იმეყოლება კონკურენტი და იმედია უახლოეს პერიოდში გამოჩნდება ადამიანი, ვინც ამის მოსურნე არის, მხოლოდ მივესალმები, ჩვენ ვისაუბრებთ სიმართლეზე და მხოლოდ სიმართლეზე პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლების პირისპირ.
და მათ მიეცემათ გააზრებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს პარტიის განვითარებას და პირველ რიგში აქედან გამომდინარე ქვეყნის განვითარებას. ძალიან დიდი მადლობა.